უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოპარულ წიგნებს შორის შესაძლოა ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაკარგული ლიტერატურაც აღმოჩნდეს. ამის შესახებ ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები საუბრობენ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული 56 უნიკალური წიგნი კი უკვე საქართველოშია და თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ინახება. მოიძიება თუ არა ამ წიგნებს შორის ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპიანი ექსპონატები და რაც აცხადებს ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია, ნახეთ იკა ანდღულაძის სიუჟეტში. უკრაინელი სამართალდამცველების მიერ დაბრუნებული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოპარული უნიკალური წიგნები ახლა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ისტორიული წიგნების საქმეში დამნაშავეები დაკავებულები არიან. დაბრუნებული ექსპონატები კი კანონიერ მეპატრონეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჭირო პროცედურების შემდეგ დაუბრუნდება. ისინი გახლავთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ნიმუშები, არტეფაქტები და მათი დაბრუნება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ზოგიერთი მათგანი თითო ეგზემპლარი შეიძლება არსებობდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი. ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოს მიერ აგვისტოს თვეში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკრაინაში რეალიზებული წიგნები საქართველოს დაუბრუნდა. ის დაუბრუნდება მის კანონიერ ფლობელს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ უხსენებიათ, არის თუ არა ამ ექსპონატებს შორის ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპიანი წიგნები. 14 აგვისტოს დაკარგული წიგნების საქმის გახმაურებისას კი ინტერნეტ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის სახლში აღმოჩენილ მოპარულ წიგნებს შორის ერთ-ერთ ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპი ჰქონდა. სწორედ ამ გახმაურებული ქურდობის ფაქტის შემდეგ დატოვა თანამდებობა უნივერსიტეტის რექტორმა გიახუბუამ. საერთო ფონდი არის 4 მილიონამდე დასული აქ. საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ირმა დოლიძე ამბობს, რომ უკრაინიდან ჩამოტანილ წიგნებს შორის შესაძლოა ეროვნული ბიბლიოთეკის ექსპონატებიც არის, თუმცა ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბარს თავს არიდებს. ირმა დოლიძე, რომელიც ბიბლიოთეკაში სხვადასხვა განყოფილებების გამგე იყო, ამბობს, რომ საჯარო ბიბლიოთეკიდან დიდი რაოდენობით წიგნებია დაკარგული და ამაზე პასუხისმგებლობა გიახუბუას მსგავსად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციასაც უნდა დაეკისროს. უკრაინაში საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ ეს წიგნები გადაეცემა სახელმწიფო უნივერსიტეტს და ეროვნულ ბიბლიოთეკასო და ეროვნულ ბიბლიოთეკას უნივერსიტეტის წიგნები ვერ გადაეცემა. ეთყობა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნებიც არის იქ. 2009 წელს ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ფონდი იზრდება, ხომ 19 მილიონ საერთო ფონდს ფლობდა ეროვნული ბიბლიოთეკა. დღევანდელ ვებგვერდზე დევს მხოლოდ 4 მილიონი საერთო ფონდის რაოდენობა. ეს უკვე საფუძველია იმის, რომ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა, გამოძიება, რომ კრიმინალთან გვაქვს საქმე. ასე წიგნების ერთბაშად დაკარგვა მილიონების შეუძლებელია თუ კარი არ გაუღე ქურდს. ადგილი აღარ აქვს, რომ 4 მილიონი დავალაგოთ ფონდი და ეს 4 მილიონი ესე იგი თარო არ აქვს ცარიელი და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ახალ მიღებული ლიტერატურა როგორღაც ამ შენობაში დავტოვოთ. 17 მილიონს სად დაატევდნენ. ეს არის არ არის სერიოზული ინფორმაცია. და თუ ვინმე საინტერესებს წარმოიდგინოს 17 მილიონი წიგნი აი ამ ზომების მიხედვით გაყოს და მიიღებს 6-7 სართულიან სახლს. ეროვნული ბიბლიოთეკის საცავების დირექტორი ამბობს, რომ 2009 წელსაც ბიბლიოთეკის ფონდში იმავე რაოდენობის წიგნები ინახებოდა და არც ერთი მათგანი არ დაკარგულა. ლევან თაქთაქიშვილი იმასაც ამბობს, რომ მოპარული წიგნების ამბის გახმაურების დღეს ჟურნალისტებმა შეცდომით გაავრცელეს, რომ ერთ-ერთ ექსპონატს ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპი ჰქონდა. არის თუ არა დაბრუნებულ წიგნებს შორის ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებაც, ან არსებობს თუ არა ეჭვი ამ ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვის შესახებ. ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პრესამსახურმა არც ჩვენს არებს უპასუხა და არც ტექსტუალურ შეტყობინებას.